საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია დღის ქრონიკა. ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ. დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვა დაიწყო. რატომ და ვისი გადაწყვეტილებით მოიჭრა მრავალწლიანი ხეები ბორჯომის ცენტრალურ პარკში? ახალშენის დასახლებაში ხიდის მშენებლობა დასრულდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვა დაიწყო. დეკლარაციის შევსება მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ფილიალებში ან ბანკში 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც 2014 წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე ჰქონდათ შემოსავალი 360 ლარს მიიღებენ. ხოლო თუ შემოსავალი 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული თანხის 20%. დღეისათვის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 325,000-ზე მეტი დეკლარაცია და ამ წუთისათვის უკვე დაბრუნებულია 10 მილიონ ლარზე მეტი. შემოსავლების სამსახური განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას, თითოეული დეკლარაცია ექვემდებარება დამუშავებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში გავაგრძელებთ დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხების დაბრუნებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სააღდგომოდ პროდუქტის დარიგება დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა სასაჩუქრე კალათები იმ ოჯახებს სახლში მიუტანეს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. დახმარება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის 404-მა ბენეფიციარმა მიიღო. კვებისხევში მცხოვრები მარიამ ფერაძე პირველი ჯგუფის ინვალიდია. წინა საახალწლოდ პროდუქტი მან დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისგან მიიღო. ძალიან გამეხარდა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით. პროდუქტზე კი არ არის დამოკიდებული. ყურადღება გამეხარდა ყველაზე ძალიან. აი ყველა გამგეობისა ძალიან მადლობელი ვარ წარსულისაცა, ეხლანდელისაცა. აი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი გედევა პოპხაძე რომ არის ძალიან დიდ ყურადღებას მაგწევდა. წინასწარ აღდგომას ხალხს მიულოცავ, პირველ რიგში მშვიდობა ყოფილიყოს, სიყვარული ქონებოდეთ, უფლისწმენა ქონებოდეთ, პატივისცემა ქონებოდეთ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დახმარება 404-მა ბენეფიციარმა მიიღო. მათ მესამედ ნაწილს სასაჩუქრე კალათა დღეს სახლში გადასცეს. სოფლის მოსახლეობაში პროდუქტს რწმუნებულები არიგებენ. ომში დაღუპულის მარჩენა დაკარგულის კატეგორიას მივეკუთვნები. მყავს 2 ვაჟი, 6 შვილიშვილი და დიდი მადლობელი ვარ ჩვენი გამგეობის. ის ოჯახები, ვისაც ტრანსპორტი არ აყავს, არ შეუძლიათ რაღაც პრობლემებთან დაკავშირებული, ეს იქნება ფიზიკური მდგომარეობა, მანძილი მუნიციპალიტეტთან, ყველა ოჯახთან ჩვენ მიგვაქვს ეს პროდუქტი რწმუნებულების წარმომადგენლების დახმარებით, რომლებსაც აქვთ რასაკვირველია სიები, მკაცრი აღრიცხვის ქვეშ იმყოფება ეს ყველაფერი და ყველა ოჯახს ამ კატეგორიის სააღდგომოდ მიეწოდება ეს პროდუქტები. დახმარება სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით წელიწადში 2-ჯერ, წინა სააღდგომოდ და წინა საახალწლოდ გაიცემა. ბენეფიციართა სიებში წელს ცვლილებები შევიდა. გუშინ ამ თემაზე ტელეკომპანია ბორჯომის ეთერში გასულ სიუჟეტს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა. ძალიან ბევრი კატეგორიის ხალხი შედის აქ, მრავალშვილიანები, მარჩენელ დაკარგულები, შეშემოპირების ოჯახები, ვეტერანები და ასე შემდეგ. მინდა მოგახსენოთ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია ის, რომ 30 ოჯახს მოეხსნა ეს დახმარება, იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ეს ოჯახები ყველანი, როგორც აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახები, იღებენ სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ყოველთვიურ პენსიას. რაც შეეხება ჩანაცვლებას, მათი ჩანაცვლება მოხდა 100 ოჯახით და ეს 100 ოჯახი არის მარჩენელ დაკარგულები და ომში მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ოჯახები. შეგახსენებთ, რომ წინა 2 დღის განმავლობაში ბენეფიციარებისთვის პროდუქტის გაცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობდა.
ბორჯომის პარკში მრავალწლიანი ხეები მოიჭრა და გადაიბელა. ამ ფაქტს მოსახლეობასთან ერთად ლეიბორისტული პარტიიდან საკრებულოს დეპუტატი აპროტესტებს. ხეების მოჭრა პარკში გრძელდება, ვინ და რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, ნახეთ სიუჟეტში. ასე გამოიყურება ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოჭრილი და გადაბელილი ხეები. მრავალწლიანი ფიჭვის, ცაცხვის, მუხის, ნეკერჩხლის და იფნის ჯიშის ხეების მოჭრა და გადაბელვა პარკში ერთი თვეა მიმდინარეობს. პარკის დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარკის დირექციამ დამსვენებლების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ტურისტების დიდი ნაკადი ყოველთვის საყვედურს გეუბნებოდა იმაზე, რომ ცვიოდა ძალიან დიდი ტოტები, რომელიც უქმნიდა საშიშროებას ბავშვებს. პირველ რიგში, სადაც თამაშობენ, აქ არიან ბავშვები დღის განმავლობაში. ადგილობრივებთან ერთად პარკში ხეების მოჭრის ფაქტს აპროტესტებს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გიუაშვილი. იგი ამბობს, რომ პარკში აბსოლუტურად საღი ხეები არასწორად მოიჭრა. ეს არის მართლაც უმსგავსობა, რაც გააკეთდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. არის დაახლოებით 20-22 მუხის ხე ფაქტიურად მოჭრილი და ფაქტიურად ის არის პარკი ფასობს ხით, რომ ხე უნდა იყოს, რომელიც არის თაობები გაზრდილი ამ პარკში და მისი მოჭრა ფაქტიურად 3 მეტრიანი ჯირკებია დარჩენილი, რომელიც ის აღარ გაიხარებს და ის ფაქტიურად გვამია უკვე. გიუაშვილის ამ ბრალდებას უარყოფს მეტყევე ინჟინერი და ამჟამად პარკის თანამშრომელი იური ლომიძე. იგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ხეების მოჭრა აუცილებელი იყო. ეს ხეობა მთლიანად არის ამორტიზირებული დიდი ხნის ხეები. ამას უნდა ეხლა ეტაპობრივად შეცვლა, დაავადებებია, ენტო დაავადება, ფიტო დაავადება, სოკოვანი დაავადებები. გულის დამპლე აქვს მიღებული. ეს არის საშიშროება. შეშინებული ჩვენამდე ყოფილი ხელმძღვანელები ალბათ ადრე წლების წინ. აი ნახეთ როგორ აქვს ესე დამალული. სირცხვილია, მე ამას ვამბობ, აი სამარცხვინოს რა. ცემენტი როდის იყო ისა გულ დამპალს და გულ გამოღებული მას ამთელებდა და ხეს ამთელებდა. შეიძლება ესეთი რამე. პარკის ადმინისტრაციამ ხეების მოჭრის და გადაბელვის მოთხოვნით ბორჯომის საკრებულოს გასული წლის ოქტომბერში მიმართა. საკრებულოს გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიამ ხეების მოჭრის გადაწყვეტილება, როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ადგილზე რამდენჯერმე გასვლის და შემოწმების შემდეგ მიიღო. დააფიქსირა ის დაზიანებული ხეები, მათი ჯიშები, დაზიანების ხარისხი და აქედან გამომდინარე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ხეები დაქვემდებარებული იყო ზოგიერთი მათგანი მოჭრას, გარკვეული მათგანი გადაბელვას. კომისია, რომელზეც ივანე შალუტაშვილი საუბრობს, 8 დეპუტატით არის დაკომპლექტებული. ივანე შალუტაშვილი, ვარლამ ხვინგია, გია ტალახაძე, დავით როკეტიშვილი, დავით კამკამიძე, არაიკ ანტონიანი, თედორე ილიევი და დავით გოგიჩაიშვილი. არც ერთი მათგანი სატყეო დარგის სპეციალისტი არ არის. დიპლომირებული სპეციალისტი, მეტყევე სპეციალისტი. ეხლა მეტყევე სპეციალისტები ჩვენ საკრებულოში ყავს გაყვანილი შტატიანი თანამშრომლები. ესენი არიან ჩვეულებრივი საკრებულოს წევრები, რომლებიც ვალდებული არიან ერთთან რომელიმე კომისიაში იყვნენ გაერთიანებული. შესაბამისად, ეხლა შეიძლება რომელიმე დარგის სპეციალისტი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ ყავს სპეციალისტები და პლუს ამას ჩავრთეთ გარედან მოწვეული სხვადასხვა უწყებებიდან სპეციალისტები. საკრებულოს სპეციალისტი რამაზ ხაჩიძე და ეროვნული პარკის თანამშრომელი. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც კომისიასთან ერთად იმუშავა. რამაზ ხაჩიძე არის ჩვენი სპეციალისტი საკრებულოს. გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიაში არის სპეციალისტი. პროფესიის არის მეტყევე, წლებია სტაჟი აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილების. ეროვნული პარკიდან აღარ მახსოვს ლევანს ვთხოვეთ და ერთი გასვლა ჩვენთან ერთად გააკეთა იმ ადამიანმა. უბრალოდ მას ჩვენ აქტზე ხელი არ მოუწერია. მსგავს გადაწყვეტილებას, რომ სერიოზული შესწავლა ჭირდება, ამაზე ადგილობრივებთან ერთად პარკის თანამშრომელიც საუბრობს. ამას უნდა სათანადო დასკვნა და არა მარტო პარკის თანამშრომლების სურვილზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სპეციალისტები ვართ და ვიცით და ამაზე პასუხისმგებლები ვართ, რასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ ამას უნდა სათანადო დოკუმენტის დადება. თუ მიიღო საკრებულოს უნდა მოეთხოვოს პასუხი შესაბამისად, თუ არასწორად არის გაკეთებული. ეს არ მომწონს, რა თქმა უნდა, თუმცველად გეტყვით, მაგრამ ალბათ სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, დაიდოს დასკვნა და რაც არის მოსაჭრელი უნდა მოიჭრას. ეხლა მე ვერ შევაფასებ, ის გაიხარებს, არ გაიხარებს აღმოცენდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. დაინტერესდება და შეისწავლის თუ არა ფაქტს სამინისტრო ჯერჯერობით უცნობია. კომენტარი სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
31.300 ლარის საბავშვო ბაღებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ბორჯომში მოქმედ საბავშვო ბაღებს ვიდეო და აუდიო აპარატურა, საოჯახო ტექნიკა, ილუსტრირებული წიგნები, ინვენტარი და სათამაშოები გადაეცათ. სამომავლოდ იგეგმება საბავშვო ბაღებში არსებული მოძველებული მუსიკალური ინსტრუმენტების განახლებაც. ბორჯომში მოქმედ 10-ვე საბავშვო ბაღს საოჯახო ტექნიკა, აუდიო და ვიდეო აპარატურა, ინვენტარი, ილუსტრირებული წიგნები და სათამაშოები გადაეცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბავშვო ბაღებისათვის 31.300 ლარი გამოყო. ამ ეტაპზე რაც შეძლო მუნიციპალიტეტმა და გამოგვიყო, არ იყო ის თანხა, რომ ყველა ბაღში ერთნაირად გადაგვენაწილებინა ეს ანუ ტექნიკა იქნებოდა ეს თუ დაუშვათ აუდიო ვიდეო აპარატურა. რაც შეეხება ჭურჭელს, ბაღის ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე რომელ ბაღს რა ჭურჭელი ჭირდებოდა, იმის მიხედვით ყველა ბაღს გადავეცით აბსოლუტურად ახალი ჭურჭელი. რაც შეეხება წიგნებს, წიგნები და სათამაშოებით აბსოლუტურად ყველა ბაღში დავამატეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილია უკვე იქ და ეს საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი, მაგრამ პირველი ეტაპისთვის ეს არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ბავშვებს ფაქტიურად წიგნები არ ჰქონდა. მუსიკალურ ცენტრზე კი არა და ტელევიზორზე კი არა, ელემენტარულად რა გითხრათ, არც ერთ ბაღში მიკროფონი არ იყო, არც ერთ ბაღში, რამდენიმე ბაღში იყო ძველი ტელევიზორი. საბავშვო ბაღებში საჩუქრების საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა. ნომერ 4 ყვიბისისა და ჭობისხევის ბაღს აუდიო ვიდეო აპარატურა გადაეცა. წაყვერის საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. საოჯახო ტექნიკა კერძოდ კი გასქურა გადაეცა ტაძრისისა და ნომერ 1 საბავშვო ბაღს. ვარდგინეთის საბავშვო ბაღს მაცივარი გასქურა, ჰაერის გამწოვი და სხვა საოჯახო ტექნიკა გადაეცა. ნომერ 3 საბავშვო ბაღს კი მაცივარი და მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცეს. წიგნები და სათამაშოები 10-ვე საბავშვო ბაღზე გადანაწილდა. ბაღებში განახლდა სამზარეულოში არსებული ჭურჭელიც. ჩვენი საბავშვო ბაღისათვის შემოტანილი იქნა ახალი ინვენტარი, ჭურჭელი, წიგნები, სათამაშოები, რომელიც ესოდენ საჭიროა პატარებისათვის და ძალიან ხელს უწყობს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი გაერთიანების დირექტორს ქალბატონ მანანას, რომელმაც ძალიან სწორად დააყენა და დროულად დააყენა საკითხი და ამ ყველაფერს ძალიან შეუწყო ხელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მე ძალიან მინდა რომ მათ ამისათვის ხმამაღლა უთხრა, ძალიან დიდი მადლობა. ლიკანის მესამე საბავშვო ბაღმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან მიიღო საჩუქრად აუდიო ვიდეო ტექნიკა, რომელიც აუცილებელი იყო ბავშვებისათვის. მივიღეთ ახალი ჭურჭელი, ინვენტარი, მთლიანად ბაღი აღიჭურვა სულ ახალი ინვენტარით, ახალი შენაძენებით. ჩვენ გვიხარია, მოხარულები ვართ ამით. სამომავლოდ ბორჯომის ბაღების გაერთიანების დირექტორი გეგმავს, რომ ბორჯომში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის საჭიროებების მიხედვით ტექნიკით სრულყოფილად აღიჭურვოს. იგეგმება ბაღებში არსებული მოძველებული მუსიკალური ინსტრუმენტების განახლებაც. სამომავლოდ ჩვენი გეგმები ის არის, რომელი ბაღების დარჩენილი გვაქვს, ანუ სრულყოფილად რომელ ბაღებსაც ვერ მივაწოდეთ. ეხლა დაუშვათ მუსიკალური ცენტრი არა მარტო 3-4 ბაღს ყველას უნდა. მომავალი წლის გეგმაში ჩავდებთ აუცილებლად, რომ სხვა ბაღებმაც მიიღოს. ანუ ეტაპობრივად ჩვენ წელს და მომავალ წელს აი ეს პრობლემა, რომ ყველა ბაღი იყოს აუდიო ვიდეო აპარატურით უზრუნველყოფილი და საოჯახო ტექნიკით უზრუნველყოფილი, ამას უზრუნველყოფთ. ბორჯომში ახალშენის დასახლებაში ეგრეთ წოდებულ სოფიან ღელეზე ხიდის მშენებლობა დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხიდის მშენებლობისთვის 22.000 ლარი გამოყო. ინაურის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით სამშენებლო სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა. დატბორილი სახლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დაზარალებული მოსახლეობა. ეს კადრები ბორჯომში 2014 წლის 8 ივნისს ახალშენის დასახლებაშია გადაღებული. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცობმა გზებზე კლდის ნაშალი ლოდები ჩამოიტანა. მოსახლეობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. სტიქიიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალშენის დასახლებაში ეგრეთ წოდებულ სოფიან ღელეზე რკინა ბეტონის ხიდის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია. ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების ხარისხით კმაყოფილია. ორტონიანი ქვევი მოაქვს, 3 ტონიანი დაჟე. იქ ხელა ქვევი მოდის. ეს ხიდი უარი ყოს ახლა ვერ გადავა, კაცი შვილი ვერ გადავა. ახლა მეზობელი იყო აგერა ჩამოსული, ისვენებდა აქ.
და ცოუშვილი იქ დარჩა. თვითონ აქეთ იყო. შეტიროდნენ ერთი მეორესო, ცოუშვილი ტყეში გაიქცა. რომ სახლი არ წაეყო, ისეთი წყალი მიდიოდა, რომ თითქმის წყალი წაიღებდა რა იმასაც. სამუშაოები ძალიან კარგად არის შესრულებული. ძალიან კარგად შეასრულეთ. მე არ მეგონა თუ ესე გაკეთდებოდა ეს. თქვენ თვლით რომ ხარისხიანად შესრულდა? უმაღლესად. ხარისხი უმაღლესი. ასეთი ხარისხიანი მუშაობა პირად დავინახე მე ბორჯომში. არა ერთი წერტილი არ არის ესეთი რომ რაღაცა ხარვეზები ქონდეს. თუ ყველაფერი ნორმალურად არის, ყველაფერი კარგად არის. ყოველ თვიმის როცა ასე კანკარში ვიყავით ეს ნაწილი სულ აი შემოგვივარდება წყალი. ეხლა ისე დამშვიდებულები ვართ. ვიხარია სიხარულია ჩვენთვის ესა. ხიდის მშენებლობისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხა 22,000 ლარში ადგენს. სამშენებლო სამუშაოები შპს მშენებელმა შეასრულა. თავიდანვე გათვლილი იყო ხიდის კონსტრუქციულად იმაზე, რომ მომავალში მაგ ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები და მძიმე მანქანებს რომ გაეძლო ამ ხიდის კონსტრუქციულად. მე გაწმენდის სამუშაოები ჩავატარეთ კიდე დამატებით 200 კუბომეტრი. ასე რომ ამ ეტაპისთვის რაც აუცილებელი წინაპირობა იყო იმისი, რომ მომავალში ანალოგიური ფაქტი არ განმეორდეს, რაც შარშან იყო, მე მგონი ჩავატარეთ, მაგრამ აუცილებლად დაიგეგმება მაგ ტერიტორიის კიდე გაწმენდა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ხიდი სტიქიასთან ბრძოლას ხელს შეუწყობს. ახლა კი ვნახოთ ხვალინდელი ამინდის პროგნოზი. ხვალ 9 აპრილის ბორჯომში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 8, მაქსიმალური კი 15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს დილიდან 10 საათზე ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება. 13 გრადუსამდე გათბება ჰაერი 13 საათზე. 15 გრადუსი იქნება 16 საათზე. 14 გრადუსი დაფიქსირდება მაქსიმალური ტემპერატურა 19 საათზე. 12 გრადუსამდე დაიწევს სითბო 22 საათზე. ცვალებადი ამინდები იქნება მომდევნო დღეებში. იწვიმებს 10 აპრილსაც. ტემპერატურა 12 გრადუსი. ნალექი შეწყდება 11 აპრილიდან სითბო 6 გრადუსამდე დაიწევს. ზედაღრუბელი იქნება 12 აპრილს. ტემპერატურა 11 გრადუსი. ასევე 11 გრადუსი დაფიქსირდება 13 აპრილს. ღრუბლიანობა მოიმატებს და 12 გრადუსი იქნება სითბო 14 აპრილს. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.